მოხდენა შეუძლია საქართველოს მოსახლეობას. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დინარაძემ ეს დავალება შეასრულა. არ შეგეშინეთ. ნუ ძალადობთ. არ შეგეშინეთ. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რევოლუცია რომ მაინც გარდაუვალია და ამას ვერც ლევან ხაბეიშვილის დაკავება შეუშლის ხელს. ოპოზიციონერმა ლიდერმა დაკავებისთანავე მთავარ გზავნილად გავრცელა. ხაბეიშვილის სუსმა ტელეკომპანია ფორმულას ეზოში აიყვანა. მასალა სწორედ ფორმულას ჟურნალისტებმა გადაიღეს. მეგობრებო, უნდა გესმოდეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დინარაძეს სადავალებას ჰქონდა. ასრულებს არაფრის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის მიამის ბოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი. შავებში ჩაცმული ეს პირები რომ სუსიდან იყვნენ, ცნობილი მხოლოდ მოგვიანებით გახდა. ხაბეიშვილის დაკავების ოპერაცია როგორც ჩანს სწრაფად დაიგეგმა და თან ისე რომ უწყებებს შორის შეთანხმებული არ ყოფილა, რადგან პოლიცია ადგილზე სუსის წასვლის შემდეგ მოვიდა და უკვე დაკავებული ხაბეიშვილის ზებნას შეუდგა. გავათვალიერეთ რა ხდება. რაიმე ინფორმაცია ქონდა? და აი რაღაც ოპერატიული ინფორმაცია ქონდა და გადავამოწ. დერეფაში შეხარით და და გავათვალიერეთ. შეხვედით და გავათვალიერეთ იყო თუ არა მშვიდობა. ნახეთ მშვიდობა იყო. ხო, ეში ქონდა ოპერატიული. ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის. შეშინებული ხელისუფლებაა. ამ მომენტიდან ნახევარ საათში კი გაირკვა, რომ ლევან ხაბეიშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სუსში გამართულ ბრიფინგზე მშვიდობიანი დამხობის მოწოდებაზე არაფერი უთქვამთ და ბრალის საფუძვლად სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხზე მიუთითეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე მამუკა დინარაძის მეთაურობით უსაფრთხოების სამსახური ხაბეიშვილს დანაშაულად მის საჯარო განცხადებებს უთვლის. ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200,000 აშშ დოლარის გადახდას. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი სისტემატიური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. რატომ გაახსენდა სუსს ხაბეიშვილის განცხადება ახლა? ძალოვანებს, რომლებიც რეჟიმის უკანონო დავალებების შესრულებაზე უარს იტყვიან. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ფუად ჯილდოს უკვე თვეები აპირდება. ამისთვის ხაბეიშვილმა არაერთხელ გამოიყენა სატელევიზიო ეთერიც და საკუთარი სოციალური ქსელიც. ყველა, ვინც არ ესვრის ქართველ ხალხს, იარაღს, ასე ვთქვათ, იმ თვალში არ დაუმიზნებს, გაზის ტყვიას არ ესვრის და გადმოვა ხალხის მხარეს 4 ოქტომბერს დიახ, ჯილდოს სახით მიიღებს 200,000 დოლარს. მარტივი პასუხი უნდა გავცე კითხვაზე, საიდან მოგვაქვს ეს ფული. ჩემო ძვირფასებო, აი ელექტროენერგიაში რო ფულს იხდით, შუამავალი ყავს, ასე ვთქვათ, უჩა მამაცაშვილს, ნოღაიდელს და ამ კრიმინალურ ბანდას და თქვენი ჯიბიდან 10 მილიონ დოლარს იპარავენ წლიდან წლამდე. აი ეს მაფიოზური სქემა იმ დღესვე გაქრება. ხალხის, ასე ვთქვათ, ჯიბეს დაუბრუნდება ეს თანხები. დიახ, და ამ თანხიდან ჩვენ საქართველოს, ასე ვთქვათ, ევროპული მომავლისთვის გადავიხდით აუცილებლად. ნაციონალური მოძრაობისთვის ცხადია, სუსის ბრალდება დაკავების ნამდვილი მიზეზის მხოლოდ შეფუთვაა. პირველი განცხადებები პარტიამ სწორედ სუსის შენობასთან გაავრცელა და რეჟიმს 4 ოქტომბერს ისევ მშვიდობიანი დამხობა დაუანონსა. საგანგებო ბრიფინგით 4 ოქტომბრის პროცესის მხარდაჭერა გამოხატეს კოალიციაშიც ცვლილებისთვის. ბრძოლის მთავარი ეტაპი ახლა დაიწყო. ივანიშვილმა გადმოაგდო მისი სატყუარა, ის ცდილობს ადამიანების ჩაგვრას. ლევან ხაბეიშვილს ამით ვერაფერს ვერ დააკლებენ, მურთაზოდელავს ამით ვერაფერს ვერ დააკლებენ. პირიქით საკუთარი განაჩენი გამოაქვს. დღეს დამტკიცებით მამუკამ დინარაძემ. დღეს რაც გააკეთეს, არავის არ ჩაუკლავს 4 ოქტომბრის მუხლს. მე მოუწოდებ ჩემს თანატოლებს პირველ რიგში, ვინც ახლა ტელევიზორიდან შეხედხართ. ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ეს ქვეყანა ეს დროშა არის ჩვენი ასაწევი. და 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ჩვენი თანატოლები, ჩვენი თანამებრძოლები არ ჩარჩნენ ციხეებში. კიდევ უფრო მეტად უნდა გაუბრაზდეთ, კიდევ მეტად უფრო უნდა ავჯანყდეთ და კიდევ უფრო მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. პრინციპული პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 13-ში, 27-ში, 4-ში ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ
სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს. გასარკვევი არაფერი. ხო ის ზიხარ მანქანაში ხო მინდა წამო. კი ბატონო, რა თქმა მინდა ჩემი ტელეფონის დაბრუნება. აი არ წუთა წამოდი დავისაუბროთ. დაკავება. რანაირად არის შენ ხო ტელეფონი? არა, გათიშულიც არ იყო, ხო, იქეკებიან შიგნით. არაფერი არ არის ტელეფონში. აი შენი აქ მიყავთ უკაცრავად. ეს კი მურთაზ ზოდელოვას გაყვანის კადრია, რომელიც მოგვიანებით სუსმა ასევე დაკავებულად გამოაცხადა. წუთებით ადრე ისიც ფორმულას სტუმარი იყო და ხაბეიშვილის დაკავების პროცესსაც შეესწრო. ზოდელოვამ თქვა, რომ მასაც და ნაციონალური მოძრაობის ლიდერსაც ტელეფონები წაართვეს. ისწორედ ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით სუსის მანქანას საკუთარი სურვილით არტოვებდა, რაც ფორმულას მიერ გადაღებულ ამასალაში ჩანს. ლევანის ტელეფონი ძალიან გაიტაცეს ფაქტიურად ამ პროცესში, ამ პროცესში ჩემი ტელეფონის გაიტაცეს. ბიზინა რასაც აქ აკეთებს, ამას ქვია უბრალოდ მე ჩემი პოსტანი ხარ, ჩემი ყმები ხარ. ამას გვაწერს ყველა შუბლზე, აი სურზე, ყველგან აი ამას გვამაგრებს, რომ ჩემი ყმები ხარ და ამას ჭირდება პროტესტი, ამბოხი, მშვიდობიანი რევოლუცია, ამას ჭირდება პასუხისგაცემა. ამ ფონზე კი სუსმა ზოდელოვა გაქცევის მცდელობაში დაადანაშაულა. შეატრიალეს მისი განცხადების მეორე ნაწილიც და ზოდელოვა, რომელიც უწყებისგან საკუთარ ტელეფონს ითხოვდა, ხაბეიშვილის მობილურის გადამალვაში დაადანაშაულეს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მან სოფლებისთვის 5 მილიონის დარიგების შესახებ ივანიშვილის დაპირება გაიხსენა და თქვა, რომ ხაბეიშვილი უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს, თუმცა მისივე განცხადებით ეს მოცემულობას ცვლის და ახლა საჭიროა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს.